საღამო მშვიდობის მეგობრებო. მოვედი ახალი ფრაზით. ნიანგის ცრემლები. რა დროს ვამბობთ ამ გამოთქმას, რას გულისხმობთ და წარმომავლობა რა თქმა უნდა. დავიწყებ პატარა ამბით. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბანკში, ველოდებოდი ჩემს რიგს და გვერდზე ჩემთან იჯდა ორი გოგო. ერთი მეორეს უამბობდა დედამთილთან კონფლიქტის ამბავს. ისეთი აღელვებული იყო და გაბრაზებული ეს გოგო, ვეღარ აკონტროლებდა თავს, ხმის სიძლიერეს და ფაქტობრივად არა მარტო მის მეგობარს, ვინც იქ ვისხედით გარშემო, ყველას გვესმოდა ამ კონფლიქტის დეტალები და ამ ჩხუბის ამბავი. ხო და უნებლი ემოწმები გავხდით მოკლედ ამ ამბის. და ესეთი რაღაცა თქვა ამ გოგონამ, რომ ისე გამომიყვანაო დედამთილმო მდგომარეობიდანო, რომ ვიფიქრე რამე სისულელე არ ჩამედინაო, ჩავიკეტე საძინებელში და სულ ნიანგის ცრემლებით ვიტირეო. ხო, ვინც ეს ფრაზა იცით და გამოთქმა რას ნიშნავს, მიხვდით ხო სად დაუშვა ამ გოგომ შეცდომა. აერია ცხარე ცრემლებში. გაუგია ნიანგის ცრემლები, მაგრამ არ იცის ზუსტი მნიშვნელობა და იფიქრა, რომ ნიანგი არის დიდი ცხოველი, ალბათ ცრემლებიც ბევრი აქვს დიდი ზომის და ნიაღვრად ჩამოზდის და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად და რაღაც ეფექტისთვის იხმარა ეს ნიანგის ცრემლები. ოღონდ არ იცოდა, რომ სულაც არ არის ნამდვილი და გულწრფელი ეს ცრემლები პირიქით ყალბ ფარისეულურ და თვალთმაქცურ წუხილს ნიშნავს. ეხლა მე იმას იქ ვერ მივცემდი შენიშვნას, იმიტომ რომ ისეთი განერვიულებული იყო და აჯიტატო იყო, რომ მიმაყოლებდა იმ თავის დედამთილს ზედ და თავი შევიკავე რა თქმა უნდა, საცა არას ჯობს, კაცლას ჯობს, ხომ გაგიგიათ. ხო და ვიფიქრე, რომ შეიძლება სხვამაც არ იცის მნიშვნელობა, გაუგია არ იცის მნიშვნელობა და კარგი იქნებოდა ამაზე ვიდეოს ჩაწერა. ეხლა რას ნიშნავს, რატომ აინც და მაინც ნიანგის ცრემლები და არა სპილო ხო უფრო დიდი ცხოველია, სპილოს ცრემლები, ლომის, ვეფხვის, არა, ნიანგის. და რატომ? ადამიანმა ძალიან დიდი ხნის წინ შეამჩნია ნიანგს, რომ მსხვერპლის ჭამის დროს, ნადავლის ჭამის დროს, ღეჭვის დროს ტირის. ანუ თვალებიდან ჩამოზდის ცრემლები. და ჩათვალა ეს ამბავი, რომ ესე იგი ნიანგს ცრემლები, ნიანგი იღებს სიამოვნებას მსხვერპლის ჭამისგან, მაგრამ ამავე დროს თვალთ მაქცობს, რომ ეწოდება მსხვერპლი და დასტირის, ტირის. და აი ეს გახდა სწორედ საფუძველი აი ამ გამოთქმის გავრცელებისა. ჩვენ ეს გამოთქმა პირდაპირ ასეთი ფორმულირებით ნიანგის ცრემლები არ გვხვდება, მაგრამ შუა საუკუნეების ჩანაწერებში არის ეს რაღაც თვისება ნიანგის წუხილი, თვალთმაქცური წუხილი, არის ნახსენები ჩანაწერებში, სხვადასხვა ქრონიკებში. მაგრამ უყურეთ რა ხდება ახლა. იცით თქვენ შექსპირი ვინც იყო, წერდა პიესებს, ტრაგედიებს და შექსპირის ტრაგედიები და პიესები იდგმებოდა თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის თეატრის სცენაზე. შექსპირი ხშირად იღებდა რაღაც სიუჟეტებს სხვადასხვა ხო ამბებიდან. ხო და ეს ნიანგის თვისებაც რა თქმა უნდა წაკითხული ქონდა, გაგონილი ქონდა და გამოიყენა თავის პიესებში, რამდენიმე პიესაში აქვს გამოყენებული, ჰენრი მე-6-ში,
ანტონიო და კლეოპატრაში და ოტელოშიც. აი, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ სცენაზე ნათქვამი და ფილმში ნათქვამი ფრაზები, როგორ უცებ შემოუფრენს ხოლმე დედამიწას მსოფლიოს და უცებ ვრცელდება მართლაც ფრთიან ფრაზად იქცა ეს ნიანგის ცრემლები. როდესაც ოტელო ეუბნება დეზდემონას, რომ ეგ შენი ცრემლები ნიანგის ცრემლებს მაგონებს და ჰგავს, ხო? ან კიდევ რაღაც სხვა პიესებში, რომ ახსენებს crocodile tears, ანუ ნიანგის ცრემლებს, პირდაპირ უკვე ესე, ხო და წამოვიდა ეს ფრაზა და გახდა პოპულარული და შემოუფრინა მთელს დედამიწას, მთელს მსოფლიოს. და ამ დროს რა ხდება? მეცნიერებმა გამოიკლიეს ნიანგის ეს თვისება, რატომ ტირის და აღმოჩნდა, რომ ნიანგის ემოციებთან და გრძნობებთან საერთოდ არ არის ეს დაკავშირებული, ეს არის სუფთა ფიზიოლოგიური პროცესი. და რატომ? რა ხდება? ნიანგის ყბები, იცით, გრძელი, ძლიერი ყბები აქვს და ღეჭვისას მისი ყბის კუნთები იმდენად ძლიერად მუშაობს, ისეთი დიდი წნევით მუშაობს, აწვება საცრემლე ჯირკვლებს და ნიანგს უნებლიეთ გადმოსდის ეს ცრემლები თვალებიდან. არანაირი ემოციური დატვირთვა მის ცრემლებს ჭამის დროს, მსხვერპლის ჭამის დროს არ აქვს. ეს არის სუფთა ფიზიოლოგიური პროცესი. მაგრამ ძველ დროში, რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოიკვლევდნენ და ეს პირდაპირ დააკავშირეს ნიანგის თვალთმაქცობასთან. ანუ ცხარე ცრემლებში არ აგვერიოს ნიანგის ცრემლები. ცხარე ცრემლები არის ნამდვილი, გულწრფელი, წუხილის დროს დაღვრილი ცრემლი. აი ის ცრემლი, რომელიც ამ ჩემმა ბანკის გოგონამ დაღვარა საძინებელში. და ნიანგის ცრემლი არის თვალთმაქცური, ხომ გაგიგიათ, აი ჩვენ პირად ურთიერთობებშიც გვქონია ესეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა ნიანგის ცრემლს ღვრის და პოლიტიკოსებიც ხშირად შეგვინიშნავს და შეგვიმჩნევია პოლიტიკოსებისთვისაც ეს თვისება. არც ესენი არიან ფრთიანი ანგელოზები, ხშირად იციან ნიანგის ცრემლის დაღვრა და ხომ გაგიგიათ, აი ვიღაცა რო ეტყვის ვიღაცას თქვენს ნაცნობს, თქვათ ვიღაცას ცისთვის უთქვამს, რომ აი ხო ვიცი, ხო, ნუ დიდად არ განიცდი, მაგრამ ხალხის დასანახავად მაინც მოიქეცი, ისე თითქოს განიცდი. აი ეს არის ნიანგის ცრემლები, ნიანგის ცრემლებით ტირილი და სხვის დასანახავად, მოსაჩვენებლად და თვალთმაქცურად რაღაცაზე წუხილი მოკლედ. ესე იგი, ნიანგთან ყველაფერი გავარკვიეთ, მის ცრემლებთან პროცესი, ფიზიოლოგიური პროცესი ყოფილა, ისიც ვთქვით, რომ ცხარე ცრემლის საპირისპიროა ნიანგის ცრემლი და მე მგონი აღარ უნდა აგვერიოს და საუბრისას ზუსტი მნიშვნელობით უნდა ვიხმაროთ. მე აქ დაგემშვიდობებით მომავალ ფრაზამდე.